მოგესალმებით პირდაპირ ეთერში მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს მუშაობას და გადაცემით ახალგაზრდული სული გიბრუნდებით. და ჩვენ მისი წამყვანები ესმა გუმბერიძე და მარიამ კაპანაძე გახლავართ. ჩვენი ტელეფონის ნომრებია ობიექტივის 2388 105, ხოლო Skype ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. გთხოვთ დაგვეკავშირდეთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, დაგვისვათ კითხვები ჩვენ და ჩვენ სტუმრებს და ჩვენ ვეცდებით ამ ყველაფერზე პასუხი გაგცეთ. დღევანდელი ჩვენი თემა არის საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია, იმიტომ რომ ხვალ 21 თებერვალს არის ზუსტად 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიღების 95 წლისთავი. ხოლო 25 თებერვალს კი ბოლშევიკების მიერ თბილისის აღების და თბილისის დაკავების 95 წლისთავი იქნება. და ამიტომ მთელი ეს კვირა ფაქტობრივად ოკუპაციის კვირა არის და დღეს განვიხილავთ ზუსტად ოკუპაციის საკითხებს, მის გამომწვევ მიზეზებს, ასევე შედეგებს და იმდროინდელ პროცესებს. ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან ისტორიკოსი და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ვაჟა შუბითიძე და ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, თესეუს სენატის ერთ-ერთი წევრი და ასევე თბილისის ფაბიანური საზოგადოებისა და მწვანე მუშტის თანადამფუძნებელი ლევან ლორქიფანიძე, მოგესალმებით. ლევან, მოდი პირველად გითხავთ უბრალოდ, რომ მოკლედ გვითხრათ თქვენი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, ძალიან მოკლედ რომ გავაცნოთ მაყურებელს. რას საქმიანობს ფაბიანური საზოგადოება, რას საქმიანობს მწვანე მუშტი? მასთან დაკავშირებით უფრო მნიშვნელოვანია ის თუ რა საქმიანობას ეწევა თბილისის ფაბიანური საზოგადოება. ჩვენი საზოგადოება არის მკვლევართა ძალიან მოგრძალებული ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში მემარცხენე პოლიტიკური იდეების, მისი ისტორიის, მისი გამოცდილების, მისი ბრძოლის, ასე ვთქვათ, შესწავლით. და შესაბამისად ოკუპაცია და ოკუპაციის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული არა მხოლოდ ზოგადად მემარცხენე იდეებთან, არამედ აი ამ საქართველოს მემარცხენეობის ბრძოლასთან ერთად, იმიტომ რომ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში დაემხო რუსების მიერ დაემხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება და ამ რესპუბლიკის სათავეში იყვნენ სწორედ ის ქართველი სოციალისტები, რომლებიც ჯერ კიდევ 1892 წლიდან მოყოლებული цаრისტული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში იყვნენ ჩართული. ასე რომ ამ საკითხების შესწავლით და სხვა მემარცხენე საკითხების შესწავლით ჩვენ განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ და ძალიან ვცდილობთ მაშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი მოღვაწეების წარმოჩენას. აი თქვენ იცით რომ საქართველოში არსებობს ოკუპაციის მუზეუმი. და ოკუპაციის მუზეუმში თქვენ ვერ ნახავთ ვერცეთ მემარცხენეს ფოტოსაც კი, სოციალისტის ფოტოსაც კი, არც ერთი სოციალ-დემოკრატი ადამიანის სურათი იქ არ კიდია. თითქოს ისინი არ არსებობდნენ, თითქოს ისინი არ ებრძოდნენ ამ ბოლშევიკურ რეჟიმს, თითქოს ისინი არ უპირისპირდებოდნენ ამ გარკვეული ტიპის საოკუპაციო რეჟიმებს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მოქმედებდა და ასე შემდეგ. და თქვენი ნებართვით მე გადაცემის დასაწყისშივე მინდა წავიკითხო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხას გაუსვამს იმას, რომ ჩვენ მაშინაც ვიბრძოდით ქართველი მემარცხენეები ოკუპაციის შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდა ადამიანების შევიწროვება. 1922 წელსაც კი მეტეხის ციხეში დააკავებული ქართველი მემარცხენეები აპროტესტებდნენ აი იმ პროცესს, რაც საქართველოში მოხდა. აი წაგიკითხავთ, თქვენ ამ ტელეკომპანიას აქვს ესეთი რუბრიკა, ასეთ ქართველებზე იდგა, ასეთ ადამიანებზე იდგა საქართველო, ხო? მე ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანებზეც იდგა და ეს ადამიანები ავიწყდებათ ხოლმე იოსებ ირემაშვილი. უბრალოდ სანამ წაიკითხავთ, მე მინდა ჩაგეკითხოთ. ანუ ეს 21 წლის ოკუპაციის კონტექსტშიც კი არ არიან ნახსენები სოციალისტები. მე ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ თვითონ ნოე ჟორდანიაც ხომ სოციალ-დემოკრატი იყო, ანუ მეტნაკლებად მაინც მემარცხენე მოძრაობა. როგორ შეიძლებოდა მათი არხსენება? ნოე ჟორდანიას ფოტოს თქვენ ოკუპაციის მუზეუმში ვერ ნახავთ. და ნოე ჟორდანიას მთავრობის და პარლამენტის ერთერთი წევრის.
იქ არიან მხოლოდ წარმოჩენილი სხვა მნიშვნელოვანი მოღვაწეები, მაგალითად ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მასზე არავინ არაფერს არ ამბობს, ბუნებრივია, მაგრამ ეს ალბათ საბჭოთა გავლენის ბრალია. ანუ 21 წლის ოკუპაციის კონტექსტში თვითონ საქართველოს ხელისუფლების, იმიტომ რომ უმრავლესობა ხომ სწორედ ნაციონალ-დემოკრატებს, ანუ ეს უმრავლესობა მართველი ხელისუფლება იქნა რაღაცნაირად, ესე თქვათ, უგულებელ ყოფილ ცოტა გასაკვირია. ძალიან გასაკვირია, თითქოს მათ არაფერი არ გაუკეთებიათ და ისინი იბრძოდნენ ოკუპაციის შემდეგაც. და აი ამას წავიკითხა. იოსებ ირემაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და შემდეგ მან ემიგრაციაში დაწერა ერთ-ერთი მთავარი ნაშრომი სტალინის წინააღმდეგ და ამას ციტირებდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ავტორი და ის აღწერს 61 წლის ოკუპაციის შემდეგ მეტეხის ციხეში დამწყდეული ქართველი მემარცხენების ყოფას. ისინი დაპატიმრებული იყო და შემდეგ ემიგრაციაში მოუწია წასვლა და წაგიკითხავთ ანუ გამოუშვეს მაინც. გამოუშვეს სხვების დახმარებით მოსკოვში გადასახლდა და იქიდან გაიქცა ის დასავლეთში. ეს ძალიან ის იყო, რა ქვია, მოულოდნელი ამბავი მისი მხრიდან და აი მოკლედ გიკითხავთ, რომ ესა მისი მემუარებიდან ისინი სისხამდილით 5000-ზე მეტმა პოლიტიკურმა პატიმარმა ციხის ეზოში მოვიყარეთ თავი. თითოეულ ჩვენგანს მკერდზე საქართველოს დროშა ეკეთა. ჩვენმა თანამებრძოლებმა ეს სამკერდე ნიშნები ციხეში არალეგალურად შემოაბარეს. გაოცებულ ჩეკისტებს, რომლებიც ეზოს გალავანთან იდგნეთ, მარშით ჩაუარეთ. მოხუცი ისიდორე რამიშვილი, ეს ერთ-ერთი ლიდერი გახდათ ასევე საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელ პარლამენტში, მოხუცი ისიდორე რამიშვილი თავისი თანამებრძოლების მხრებზე იდგა და დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა. იგი ციხეში იმ ღირსახსოვარი კრების შემდეგ ჩასვეს, როცა მან სტალინის სისხლიანი სახე ამხილა. 1922 წელს სტალინი თბილისში იყო და ისიდორე რამიშვილმა იგი ამხილა და საქართველოს ოკუპაცია დააბრალა მას. იგი ლაპარაკობდა ქრისტესა და ფარისევლებზე. პრომეთეზე, აღდგომასა და ჯაჭვის გაწყვეტაზე. სიკვდილის კომისრად წოდებული შულმანი, რომელიც ციხეს ზემოდან დარაჯობდა, რევოლვერით დაემუქრა რამიშვილს და მოითხოვა სასწრაფოდ შეეწყვიტა თავისი გამოსვლა 5000 ადამიანის წინაშე. ისიდორეს უკან არ დაუხევია. იგი არც კომისრის იმ ახალმა ბრძანებამ შეაკრთო, რომლის მიხედვითაც ჩეკისტებს ცეცხლი უნდა გაეხსნათ. რამიშვილმა სიტყვა ბოლომდე წარმოთქმა. 5000 კაცის შეძახილი გაისმა. სახეგავწყინებული მღეროდით ინტერნაციონალსა და საქართველოს ჰიმნს. გუნდს მე ვდირიჟორობდი. შულმანი მომვარდა და დატენილი რევოლვერი ახლა უკვე მე დამიმინიცდა. სიკვდილის კომისარს თვალებში ჩავხედე და სიმღერა დირიჟორობა განვაგრძე. შულმანმა რევოლვერი ბუდეში ჩადო. ჩვენმა საბრძოლო სულისკვეთებამ და იმისმა შეგრძნება, რომ სამშობლოსთვის, ხალხისთვის ყვდებოდით, კიდევ ერთხელ გაგვამარჯვებინა. თბილისსა და მთელ საქართველოში ამ დღის აღსანიშნავად ემზადებოდნენ. ყველგან გამოჰკიდეს საქართველოსა და სოციალ-დემოკრატიის დროშები. ყველგან მოხდა შეტაკებები ჩეკისტებთან. გურიაში ჩეკისტებმა ზეიმის მონაწილეებს ყუმბერები დაუშინეს, დაიხოცნენ ბავშვებიც და ქალებიც. მეტეხში დაპატიმრებულთა ახალი ტალღა მოიყვანეს. მე ამის თქმა მინდა მხოლოდ რომ ოკუპაციის დღესაც და მის შემდეგაც ის ადამიანები, რომელსაც ჩვენ ვიკვლევთ და ჩვენ განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, ციხეშიც და ციხის მიღმაც იბრძოდნენ საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ. უნივერსიტეტში თესეოში გაიხსნა ახლა კვლევის ცენტრი, ხო, დემოკრატიული რესპუბლიკის. ანუ ის არა მარტო ოკუპაციის, არამედ ზოგადად იმდროინდელი რესპუბლიკის საკითხებს იკვლევს, ხო? დიახ და არა მხოლოდ ისტორიის საკითხებს. ის იკვლევს არა მხოლოდ ისტორიას, არამედ პოლიტიკური ინსტიტუტებს, რომელიც მაშინ არსებობდა, როგორი პარლამენტი იყო, როგორი პარტიული სისტემა იყო, როგორი პრესა იყო, როგორი, თქვათ, ის იყო არჩევნები ტარდებოდა, გულში ჰქონდათ შესანიშნავი გამოფენა უნივერსიტეტში ამ ცენტრის წარმომადგენლებს. ასე რომ ეს იდეების, დემოკრატიული იდეები, რომლებიც სამწუხაროდ რუსეთმა თავისი ოკუპაციით და ბევრმა ქართველმა, რომელიც მაშინ იმ ბოლშევიკურ რუსეთში იყო, წაგვართვეს, დღეს ისევ ცოცხლდება და ისევ ვფიქრობთ, რომ დღის წესრიგში დავაბრუნოთ და დიდი მადლობა თქვენ რომ ამ თემებით ინტერესდით. მოდი, აღვადგინოთ მაშინ იმდროინდელი სიტუაცია გავიხსენოთ, ესე იგი 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შემდეგ 1920 წლის 7 მაისს უკვე საბჭოთა რუსეთმა აღიარა ეს დამოუკიდებლობა და უკვე 1921 წლის თებერვალში დაიწყო დაპირისპირება და ეს ყველაფერი ხომ ანუ და შემდეგ თბილისი იქნა აღებული. ეს ყველაფერი ხომ ანუ ციდან არ დაწყებულა, აი ბატონო გთხოვთ რომ იქნებ განგვიმარტოთ ცოტა რა მოვლენები უსწრებდა წინ უშუალოდ ამ შემოჭრას, თბილისის აღებას, რამე საბაბი ჰქონდა ამ ომს უკაცრავად არია.
პირდაპირ ეთერში ბრძანებით, მოგესალმებით, გისმენთ. ალო? გისმენთ. ალო, ძალიან ცუდად ისმის. ლევანი კართ, ხუთ არახიშვილი. სტუმრად. უკაცრავად ბატონი ლორდ კიფანიძე, ჯავახიშვილი. ხო, ლევან, ძალიან მიხარია, ხშირად მინდა ამ ტელევიზიით გაახმიანოთ. თქვენ არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ხართ, რომ თქვენი ტელეფონი კავკასიაზე კიდე ხარ ხშირად, მაგრამ ვერაფრით ვერ შეგიძლიათ თქვენი ტელეფონი გამოაცხადოთ, რომ აი ასეთი ეროვნული ახალგაზრდები რომ ხართ, ასეთი ჭკვიანი, აი ამ ჩემი ქვეყანა გადარჩება და ამიტომ მინდა თქვენი ტელეფონი ლევანი. დატოვეთ თქვენ ტელეფონი ოპერატორთან და მე დაგირეკავთ. ჩემი კი, აი ჩემი ტელეფონი ფიქსირდება მანდ, ფიქსირდება და ძალიან გთხოვთ, ხო? დარეკოთ და უფრო ხშირად უნდა გამოხვიდეთ, უფრო ხშირად გამოაღვიძოთ, ხალხი გამოაღვიძოთ ლევანი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრის შექებისთვის. და ანუ რამე ბატონო ვაჟა, რამე საბაბი მოყვა ხო? ანუ რაღაც საბაბები ქონდა წინაპირობები ამ ოკუპაციის დაწყებას. თვითონ ლენინმაც კი მე ესე ვიცი, რომ შეხვდა ჟორდანიას ლონდონში და უთხრა, რომ თქვენი გზით არა, ჩვენი გზით ვიაროთ და მე რა შემოტრიალება მოხდა იმ დროინდელ რუსეთში და რატომ გადაწყდა, ну რა ვიცი, როგორ მოხდა ეს. პირველ რიგში მადლობა მე დამოგახსენოთ მოწვევისათვის. მე და მევესალმო მაყურებლებს. ხლა როცა ჟორდანია და ლენინი შეხვდნენ, ეს იყო 1900-იანი წლების დასაწყისში ლონდონში პარტიულ ყრილობაზე, მაშინ სხვა ვითარება იყო, მაგრამ 1918 წლიდან უკვე პირველი მსოფლიო ომი დასასრულისკენ მიდიოდა, უკვე გამოიკვეთა რომ ატანტა იმარჯვებდა. ამიტომ რა თქმა უნდა საქართველოს ბედი გადაწყვიტა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, რომელიც შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. საბჭოთა რუსეთმა ხომ აღიარა დამოუკიდებლობა საქართველოსი და საერთოდ პოლიტიკაში ხელშეკრულების მიმართ ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულებაა. დიდი სახელმწიფოები ხშირად არ დაგიდებენ ხელშეკრულებებს. ხანდახან სერიად გარკვეული დროის მოსაგებად ან ეს არის ვითარების დასალაგებლად, როცა საბჭოთა რუსეთმა საქართველოს აღიარა დე იურეთ 1920 წლის 7 მაისს კიევი დაკარგეს მათ, პეტლიურად ჯარები შევიდნენ კიევში, მანამდე პოლონელებთან ჰქონდათ გართულებული ვითარება და ამან აიძულა რუსეთი, რომ ახლა ორ ფრონტზე, სამ ფრონტზე სამოქალაქო ომი აგრძელდებოდა, აღარ შეძლოთ მათ, რა თქმა უნდა, ძალები არ ყოფნიდათ. ამიტომ ეშმაკობა ეხმარეს, რომ ეთქვია საქართველოს ამ პერიოდში შეძლო მათი მოგერიება, მოგესალმება 1920 წლის აპრილში საბჭოთა ესე იგი წყობილება დაამყარეს აზერბაიჯანში და მე გამოაგრძელეს პირდაპირ საქართველოზე, რომ იფიქრეს, რომ მალე ავიღებთ, მაგრამ ქართულმა ჯარმა შეძლო მათი უკუგდება და ის კი არა დაედევნა. ეს 1920 წლის აპრილში 1920 წლის აპრილში ხდება, დიახ და ნუ ფაქტურად რუსები დამარცხდნენ, ანუ საბჭოთა ჯარები დამარცხდნენ. პლუს კიევში აი ესეთი ვითარება შეექმნათ და ნუ იძულებული გახდნენ დათანხმებოდნენ აი პეტლიურად მოლაპარაკებას. უბრალოდ ვიკითხავ, ის ჩაიკითხებით, ანუ ის უკრაინის ეროვნული ნაციონალისტური პარტიის რაღაც მსგავსი პარტიის წარმომადგენელი იყო, ხო ალბათ? ო, არა, იქ სამხედრო ის იყო, რა ქვია, წარმომადგენლობა პეტლიურად და ესენი ცნობილი ღედამთავრები იყვნენ უკრაინელების. კიევი დაიბრუნეს ამ პერიოდში, მათ პოლონელებმა და უკრაინელებმა ფაქტურად რუსები გააძევეს კიევიდან. 7 მაისს ზუსტად. და ახლა როგორ ჩავს ეს უდეპეშოს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ლენინს და მთავრობას და იფიქრეს, რომ მათ გართულება აღარ აწყობდათ, უკვე ვითარება ისეთი აღარ იყო მათ, რომ ხელი შეეწყობოდათ, ამიტომ საქართველოსთან ტაიმაუტი აიღეს, რომ ეთქვიან, დადეს ხელშეკრულება და ამან ჩვენ შეგვინარჩუნა კიდევ დაახლოებით რამდენიმე თვე დაყრობამდე, რომ ოკუპაციამდე ჩვენ მოვიგეთ გარკვეული დრო ამით, რომ ცოტა მომაგრებულიყავით და ფეხზე დამდგარიყავით.
და ოკუპაცია როგორც მე ვიცი, უკვე იანვარ-თებერვალში დაიწყო რაღაც მცირე დაპირისპირებებით, როგორც მე ვიცი, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან დაიწყო იქ. რაღაც საბაბი იყო სოციალური მუშების კუთხით თუ ლევან იქნებ თქვენ დაგვი კონკრეტოდ. დიდი მადლობა შეკითხვისათვის. მე არასდროს ამჯერა ხოლმე, როცა ამბობენ, რომ აი ეთნიკური უმცირესობების საბაბი არსებობდა და ასე შემდეგ. აი ბატონმა ვაჟამ სწორად აღნიშნა იმ გეოპოლიტიკური ვითარების შესახებ, რომ წარმოიდგინეთ თქვენ დგას 1921 წელი, გერმანია საბოლოოდ არის დამარცხებული უკვე პირველ მსოფლიო ომში, მთელი გადაწყვეტილებები საკუთარ თავზე აქ დასაღებული, ის ბუფერული ზონა, რომელიც რუსეთსა და გერმანიას შორის შექმნა თავად გერმანულმა იმპერიამ დარღვეულია და წარმოიდგინეთ საქართველოს ჩრდილოეთიდან მთლიანად ბოლშევიკური სახელმწიფო გვესაზღვრება ჩვენ, სამხრეთიდან ორი ბოლშევიკური სახელმწიფო აზერბაიჯანისა და სომხეთის სახით და შემდეგ უკვე ეს თურქეთი, რომელიც მაშინ ჯერ ძალას იკრებდა და თავის იმპერიული ინტერესები ჰქონდათ და შუაში იქ დემოკრატიულ საქართველოს, დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერავინ ვერ გააჩერებდა, ფაქტობრივად ჩვენი ქვეყანა მაშინ 1921 წელს იყო ალყაში და იქ საბაბი იყო საჭირო. საბაბი იყო საჭირო და ეთნიკური საბაბი მაინც გამოიყენა, ხოლო არ იყო მხოლოდ გამოყენებული სხვათა შორის, იქ იყო ესეთი ნათქვამი, რომ შულავერში ადგილობრივი მუშები და იქ მუშების ეროვნება დაკონკრეტებული არ იყო, აჯანყდნენ, ასე ვთქვათ, რეპრესიული, არადემოკრატიული და მუშების საწინააღმდეგო რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ თბილისში არსებობდა ბურჟუაზიასთან შეკრული რეჟიმის წინააღმდეგ, აჯანყდნენ ეს შულავერის ადამიანები, მაგრამ შულავერში შეკრებილი ადამიანები, მაგრამ იქვე ვთქვათ ესმა ძვირფასო, რომ მხოლოდ შულავერიდან არ შემოჭრილან საქართველოში იყო შულავერის ხაზი, იყო აფხაზეთიდან ხაზი, ანუ სოჭიდან, რომლიდანაც არა, ესე სინქრონში ხდებოდა, მერე არ მოხდა, ეს პარალელური მოქმედებები იყო, შეიძლება რაღაც საათებში იყო. მამისონიდან შემოვიდნენ, იყო შემოსულა ვლადიკავკაზიდან, ჩრდილოეთიდან, ანუ ეს იყო ჩვეულებრივი ოკუპაცია, რომლის მიზეზი მხოლოდ ეთნიკური არ ყოფილა, აქ ისაუბრეს ზოგადად რეგიონში დაჩაგრული ადამიანების აჯანყება. მაგრამ ანუ თავიდან დაიწყო როგორც შიდა აჯანყება და შემდეგ ასე ვთქვათ მოაშველეს წითელი არმია უკვე. შიდა აჯანყება, ოღონდ არა ეროვნული უმცირესობის აჯანყება. შიდა აჯანყება ადგილობრივი შულავერის ოლქში მცხოვრები მუშების. ეხლა მაინტერესებს, ანუ ქართველ სოციალ-დემოკრატებს მაშინ საკმაოდ კარგი ცნობადობა ჰქონდათ ევროპის მასშტაბით და ამ ოკუპაციას რამე პროტესტი, რამე რეაქცია მოყვა ევროკავშირი მაშინ არ იყო, მაგრამ დღევანდელი ევროკავშირი, რასაც ქვია, იმდროინდელი საერთაშორისო საზოგადოებიდან, ერთა ლიგიდან თუნდაც კი იგივე. ბატონო ვაჟა, თქვენ რო გითხრათ? კი ბატონო, ჯერ მინდა უშუალოდ აი ბატონი ლევანის ხაზი განვავრცო. როდესაც აჯანყება დაიწყო, რა თქმა უნდა, ეს იყო ხელოვნურად ინსპირირებული, წინას არ ქონდათ მომზადებული ყველაფერი, ამას წინ უძღოდა სომხეთის გაწითლება, ანუ სომხეთის გასაბჭოება და საქართველოს შეებოდა ერთ-ერთი ქვეყანა და ყველაფერში დაპირისპირებული ორი ძალა, დასავლეთი და რუსეთი, ამ შემთხვევაში ერთი ინტერესებით გაერთიანდა. დასავლეთს არ უნდოდა, რომ სოფლიო რევოლუციის ტალღა წასულიყო ევროპისაკენ, რუსეთს არ უნდოდა, რომ დასავლეთის ოკუპაცია, დასავლეთის ინტერვენცია გაძლიერებულიყო რუსეთში. და ანუ, ესე იგი ბოლშევიკური ჭირი უნდა გაჩერებულიყო რაღაც და ეს გაავლეს საზღვრები, ანუ ეგრეთ წოდებული სანიტარული კორდონი, ეს ცნობილი გამოთქმა. ეს შეთანხმება იყო ასეთი, რომ ანუ საქართველოს ოფიციალურად ესე გაიმეტა დასავლეთმა თუ უბრალოდ ესე მოხდა? ოფიციალური ხელშეკრულება რა თქმა უნდა არ ყოფილა, მაგრამ იყო პირდაპირ მინიშნება. იგივე ბრიტანეთის მთავრობის ლოიდ ჯორჯის, კერძონის და ასე შემდეგ მიანიშნეს პირდაპირ, რომ ბრიტანეთს კავკასიაში ინტერესები აღარ აქვს. ეს ნიშნავდა, რომ შეგიძლიათ დაეკავოთ რომ ეტყვიან მეორეს, აზერბაიჯანის ნავთობი საქართველოს გარეშე იყო უფუნქციო. თუ საქართველოს არ დაიპყრობდა რუსეთი, ნავთობის გარეშე რჩებოდა. ამიტომ საქართველოს დაყრობა გარდაუვალი იყო. კვინიტაძე კი არა, ფერდმანაშვილები და ეს რო ყოლოდა დავით აღმაშენებელი, მაშინ რუსებს ფაქტიურად ვერ შევებრძოლებოდით და გონევლად მოიქცა, რომ ზედმეტის ხეპლი, ახლა ბრძოლები რა თქმა უნდა იყო, მაგრამ იმდენად უთანასწორო იყო ძალები, თქვა, იმდენად განწირულები ვიყავით, დასავლეთმა ფაქტიურად, რომ იტყვიან, ერთა ლიგამ უარი გითხრა მიღებაზე იანვარში, ეს უკვე პირდაპირ მინიშნება რუსეთისთვის, რომ შეგიძლიათ ფაქტიურად
მიირთვათ და დაიკავოთ საქართველო. აი ამაზე არ შემიძლია არ გავავლო პარალელი, რომ იგივე მოხდა 2008 წელსაც, ანუ ზუსტად აი ბუქარესტის სამიძე უარი ეთქვა საქართველოს ნატოს სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე, აპრილში იყო ეს და უკვე აგვისტოში დაიწყო კიდე ომი. მაგრამ აი არსებობს დაუშვათ რაღაც მოსაზრებები, რომ საქართველოს შეეძლო მაინც უფრო მეტის გაკეთება ამ ოკუპაციის თავიდან ასაცილებლად, ვიდრე გაკეთდა, იმიტომ რომ იგივე პირველ მსოფლიო ომში საქართველოდან გაიწვიეს 300,000 მეომარი სამხედრო და ეს რესურსი შესაბამისად მთლიანად ხომ თუნდაც 200,000 ყოფილიყო მთლიანად ხომ არ დახოცილან და თუნდაც ამდენის მობილიზაცია რომ მოხერხებულიყო უკვე სერიოზული ძალა იქნებოდა. მით უმეტეს აქ მაშინ ბუნებრივი პირობები ჯერ კიდე თამაშობდა როლს ახლა დღევანდელი ტექნიკის პირობებში ნაკლებად, მაგრამ მაშინ მაინც ჰქონდა მნიშვნელობა ბუნებრივ ბარიერებს და გავიხსენოთ ერთი რამ, რომ ეს 3 წელი, როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი იყო, არ ყოფილა ასე ვთქვათ იავარდებით მოფენილი გზა და სიმშვიდე და ასე შემდეგ. საქართველოს მაშინ გადაიტანა 8-9 სამხედრო შეიარაღებული დაპირისპირება. საბჭოთა აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბოლშევიკების აჯანყება თქვათ იმაში რა ქვია ჩრდილოეთ ოსეთის, აფხაზეთში ბოლშევიკების აჯანყება აქაც ნაციონალური ნიშანი იყო. სამჯერ ცხინვალის რეგიონი აჯანყდა და ცალკე დასაცავი იყო ბადნოვაჟა აჭარა, რომელშიც მრავალგზის შემოჭრა იყო, ასე რომ მაშინ საქართველოს 3 წლის განმავლობაში ამდენი შეიარაღებული დაპირისპირება და ჩაატარა, გამართა და არ დამარცხებულა არც ერთხელ აი ამ დაპირისპირებებში და ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონდათ, მაგრამ თუმცა თქვენი შენიშვნა მაინც სამართლიანია, ბუნებრივია იდეალურად არ ყოფილა ყველაფერი, აუცილებელი იყო მაინც ესენი იყვნენ სოციალ-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები ძალიან ეჭვის თვალით უყურებდნენ თქვათ მეფის რუსეთის ჯარში ნამსახურებ ადამიანებს და ეს ბუნებრივიც იყო. მათთვის ისინი არ იყვნენ სანდო დასაყრდენი და ამიტომ თქვენ იცით რომ მაშინ საქართველოს რაღაცა ჰქონდა ერთიანი არმია და ერთიანი რეგულარული ჯარი არ ყოლია, იყო ორად გაყოფილი. ძალიან გაოცებული ვარ მე პირადად ამით, იმიტომ რომ ანუ ფაქტობრივად გამოვიდა რომ იდეოლოგიური ნიშნით უკვე ეროვნული სახელმწიფოებრიობის საკითხი ცოტა უკან გამოვიდა გადაწეული და ეს იდეოლოგია რომ ნუ ისინი მეფის რუსეთს ემსახურებოდნენ ან რაღაცა ეს უფრო წინ წამოვიდა. რა არის ეს ორად იყო გაყოფილი, იყო სახალხო გვარდია და იყო რეგულარული ჯარი და ბუნებრივია სახალხო გვარდიას რომელიც ძირითადად სოციალისტებით იყვნენ დაკომპლექტებული, იმას უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ და თქვენი შენიშვნა ამ შემთხვევაშიც ლეგიტიმურია, მაგრამ ასევე გეტყვით ესმა რომ მაშინ უამრავი ქართველი გენერალი და სამხედრო ოფიცერი იბრძოდა დენიკინის არმიაში, რომლებიც ცდილობდნენ თეთრი რუსეთის აღდგენას და დენიკინის არმია იყო ასევე უდიდესი მტერი მაშინ ქართული სახელმწიფოსი, ასე რომ მაშინდელ ვითარებაში თუ ჩვენ დავბრუნდებით და დავაკვირდებით იმას, თვლად მტყვანი არ ყოფილან ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები, რომ ეჭვის თვალით უყურებდნენ გარკვეული ტიპის სამხედრო ლიდერებს, მაგრამ ნუ გადაჭარბებული იყო ეს ყოველთვის და რეგულარულ არმიას შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობოდა და ესეც ასე ვთქვათ ნაკლად შეგვიძლია ვაღიაროთ ჩვენ. აი ბატონო ვაჟა, იცით რა მაინტერესებს, რამდენად ჯეროდათ აი ქართულ სოციალ-დემოკრატებს აი ამ რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ამ რაღაცა რამდენად აპირებდნენ, ანუ რამდენად ემზადებოდნენ თუნდაც ომისთვის. კი, და რამდენად ემზადებოდნენ აი ამ ომისთვის, თუნდაც რამდენად მოელოდნენ. ყავდათ რამე დაზვერვა, რომელიც დაუშვათ ეტყოდათ, რომ აი ახლა აპირებენ რაღაცას და ფრთხილად იყავით ან რამე სპეცსამსახური თუნდაც რუსეთში და კიდე ძალიან ისეთი კითხვა მაქვს, რომ იგივე მაგალითად ფინეთმა იმ პერიოდში დაიწყო მანერჰეიმის ხაზის გავლება, ასე ვთქვათ, და გამაგრება და საქართველოს ეს მოგვიანებით იყო. გისმენთ, მოგესალმებით გისმენთ. ალო, მოგესალმებით. დიახ, გისმენთ გამარჯობა. ერთი შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება. მე კოჯერიდან გაწუხებთ, კოჯერიდან გირეკავთ. მე ესე ვიცი, რომ ბოლო ბრძოლები ჩატარდა კოჯორში და ამის შემდეგ დაიპყრეს თბილისი. თუ შეიძლება ამის თაობაზე რა გამიგვითხრათ, რა მოგახსენოთ ამ ბრძოლებთან დაკავშირებით რა. კი ბატონო. რომელ ბრძოლებთან დაკავშირებით? კოჯრის ბრძოლები. კოჯრის ბრძოლებთან. ნუ კოჯრის ბრძოლები უფრო იმას უკავშირდება, რა ქვია,
ახალგაზრდობას და ჩვენს თანატოლებს და ეს ძალიან ასე თქვათ გმირული მაგალითია საქართველოს ისტორიაში. თქვენ იცით რომ ოკუპაცია როდესაც დაიწყო, რიგი პროფესორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მაგალითად შალვა ნუცუბიძე, ძალიან პატივსაცემი, იჯდა აუდიტორიაში, სტუდენტებს ეუბნებოდა რომ შემოგბრძანდით, ნუ გეშინიათ, ერთი სოციალისტური მთავრობა მიდის, მეორე სოციალისტური მთავრობა მოდის, ქვეყანას და მის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება და როდესაც შალვა ნუცუბიძე ამ საქმიანობით იყო დაკავებული, მაშინ ივან ჭავხიშვილი იდგა უნივერსიტეტის კიბეებზე და მოუწოდებდა სტუდენტებს, რომ მე ხო თქვენ უნდა გიხმობდეთ აუდიტორიებში, კალმისკენ, ფურცლისკენ, სწავლისკენ, წიგნისკენ, მაგრამ მოგიწოდებთ რომ იარაღი აიღოთ ხელში და იარაღით ხელში დაიცვათ თქვენი ქვეყანაო და ძირითადი არმია და ძირითადი ჯგუფი, რომელიც იბრძოდა კოჯორ ტაბახმელასთან, ესენი იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და იყვნენ მეორე სასწავლებელი დღევანდელი პლეხანოვის ქუჩაზე, არა დღეს უკვე აღმაშენებლის ქუჩაზე, სხვათა შორის მაშინ დაერქვა პლეხანოვის ქუჩა იმ გამზირს, იყო იუნკერთან სასწავლებელი. და იუნკერები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები კოჯორ ტაბახმელაში რამდენიმე დღის განმავლობაში იბრძოდნენ იქ, მათ შორის გენიალური, ასე ვთქვათ, ადამიანი და მართლა სტუდენტობის იდეალი ჩვენთვის და პირველი გმირი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მარო მაყაშვილი, 17-18 წლის გოგონა, რომელიც იქ დაეცა მედდად მუშაობდა, მედდად იბრძოდა იქ და სხვათა შორის ძალიან იმედიანად იყვნენ განწყობილები. თქვენ თუ წაიკითხავთ, ესენი სრულიად მოხალისეები იყვნენ, ხო, სახელმწიფოსგან არანაირი ორგანიზება მხარდაჭერა მათ თქმა უნდა, სახელმწიფო იქ მეორე ფრონტი იყო სოღალუღის მხარდანაც შემოდიოდნენ ეს არმიები და იქაც ბუნებრივია ქართული სამხედრო დანაყოფები იდგნენ. თბილისის გარშემოც ეს განლაგებული იყვნენ ეს ჯარები და ბუნებრივია ამ ახალგაზრდებს იარაღს სახელმწიფო აწვდიდა, მაგრამ აი ამ ოკუპაციის დროს იყო დაშვებული ერთი პოლიტიკური შეცდომა. და არა სამხედრო შეცდომა. სამხედრო თვალსაზრისით, მაშინ გვინდაძე ვინც ხელმძღვანელობდა აი ამ დაცვის ოპერაციას, ესეთი გადაწყვეტილება მიიღო მან, რომ ჩვენ დავტოვოთ თბილისი, შემოუშვათ აქ ბოლშევიკები, თბილისის აქ ქვაბულის გეოგრაფიული მდგომარეობა და შემდეგ უკვე კახეთიდან და დუშეთიდან ჩვენ განვაგზოთ შეტევა. სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყო შესანიშნავი და სწორი, მაგრამ პოლიტიკურად იყო დამღუპველი, იმიტომ რომ როდესაც რეგიონებში, ჩვენ სირგული ქალაქებში გაიგეს, რომ არმიამ ჯარმა დატოვა თბილისი და დატოვა თბილისი, ეს მათ აღიქვეს დედაქალაქის დაცემად და არა რაღაც სამხედრო ოპერაციად და აი აქ გამოჩნდა, თქვათ, ჩემთვის ძალიან საყვარელი და ძვირფასი ადამიანის ბატონი ნოე ჟორდანიას, ასე ვთქვათ, ერთგვარი სისუსტე, ის სამხედრო სტრატეგია არასდროს არ ყოფილა, ის მიენდო მთლიანად აი ამ სამხედრო ოპერაციას და სამხედრო სტრატეგიული ასპექტის გარდა პოლიტიკურ ასპექტზე უკვე აღარ უყურებია. არა და ეს ჯარები მაშინ რაღაც უპირატესობა ჰქონდათ და ისეთი რაღაც გამიგია მე სამხედრო ექსპერტებისგან, რომ გამარჯვებული ჯარის უკან დახევა არ შეიძლება, მაინც. რაც არ უნდა მოუხერხებელი იყოს. სამხედრო უპირატესობა ორმაგდებოდა თბილისის დატოვებით. სტრატეგიული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ორი ახალი გზიდან შეტევის შანსი იზრდებოდა და ეს იყო ძალიან კარგი გადაწყვეტილება როგორც გენერლის კვინტაძის მიერ მიღებული, მაგრამ პოლიტიკურად იყო ეს შემაძუნებელი და განგაშის ზარის სტოლფასი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის და გაქცევის და იარაღის დაყრის სტოლფასი და ეს დიდი შეცდომა იყო. აი, მარო მაყაშვილზე მინდა კითხოთ, მან ბატონოვაშა თქვენ თუ გნებავთ, რა წარსულ, რა საქმიანობა აი ამ ომამდე, ან რა სწავლობდა იგივე, რა მის პიროვნების შესახებ რო ცოტა მოგვიყვეთ. მარო მაყაშვილი მართლა სანემოშო ადამიანის მაშინდელი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტთაგან გამორჩეული, თუმცა ეს მარტო არ ყოფილა, სხვებიც იყვნენ გოგონები, სტუდენტები, ვაჟებიც იყვნენ, რა თქმა უნდა. ის იყო მაშინდელი მწერალთა კავშირის თავმჯდომარის შვილი, რომელიც ცნობილი ქართველი მწერალი იყო და ანუ მას ჰქონდა ქართული შეგნება, სამშობლოს თავისი ქვეყნის პატრიოტი, შეგნებული გოგონა, რომელსაც ჰქონდა ერთი მიზეზი საბრძოლველად, რომ ის ეცავდა ერის თავისუფლებას. ახლა თავისუფლება არის ერის უმთავრესი არსებობის საშუალება. როგორც ახლა ხე წყლის გარეშე არ არსებობს, ხო ასევეა ერი თავისუფლების გარეშე. რაღაც პირობებში შეიძლება შეზღუდო, თქვათ, იგივე არწივი მთაში ასწლობით ცხოვრობს და მაშინ, რა ქვია,
თუ ჩაგედავ გალიაში შეიძლება 20 წელიწადში მოგდეს. ასევეა ერის. ერის სიცოცხლე არის თავისუფლებაში სიცოცხლე. უნდა გამithარდეს თავისუფლებაში და ეს კარგად ქონდა შეგნებული მაროს და მის თანამებრძოლებს მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოლშევიკური პროპაგანდა ესე წარმოაჩენდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას კი არ კარგავდა, უბრალოდ თავრობის გადავნა ხდებოდა. აი ესეც მაინტერესებს, ანუ მე ესეთი აზრი მაქვს გაგებული, რომ სუვერენიტეტი როგორც ასეთი წესით არ მოისპო ფორმალურად, მაგრამ მაშინ რატომ დაჭირდა და რატო გახდა საჭირო მე ცალკე საქართველოს გაეროში გაწევრიანება, მე ხელთავიდან დამოუკიდებლობის გამოცხადება და ასე შემდეგ, ანუ ფაქტობრივად მაინც მოისპო სუვერენიტეტი აშკარად, ხო? ახლა ფორმალურად რა თქმა უნდა ბოლშევიკები კარგად ხვდებოდა, რომ ეს 3 წელი უფრო მეტი იყო, ახლა ვიდრე აი ეს 25 წელი რაც ვარ დამოუკიდებლები. იმ 3 წელიწადში უფრო მეტი გაკეთა, ვიდრე ამ 25 წელიწადში რაც ახლა ვარ დამოუკიდებლები. აი იმდენად ამოფეთქა ეროვნულმა ენერგიამ, რომ იტყვია, ხალხი სულად გარდაექმნა ეროვნული ცნობიერება ჩამოყალიბდა უკვე ეროვნული სახელმძღვანელოება, ეროვნული ქართულად მეტყველება, მაშინ ქართული მოსახლეობა გამოჩნდა თბილისში უმეტესწილად. ამ 3 წელიწადში ძალიან ბევრი ფაქტიურად ახლა ერთი მხრივ ამ 3 წელიწადმა დასაბამი ჩაუყარა ქართულიზაციის პროცესი თბილისში. იქ სომხებისა და რუსების ის იყო ფაქტიურად პოლიტიკურად ესენი ბატონობდნენ. და თავის დედაქალაქში ქართველი იყო დაშაგრული ფაქტიურად. ეს ერთი და მეორე მხრივ ბუნებრივია ის რაც თქვათ, ის რეალობა რაც შემდეგ დადგა საქართველოსთვის რა თქმა უნდა იყო უბედურება და ტრაგედია. ესმა თქვენ რაც თქვით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ძალიან ცდილობდა მაშინ ვლადიმერ ილიასზე ლენინი იმას, რომ ნოე ჟორდანი არ გაქცეული იყო საქართველოსთან. ლენინის მიზანი იყო, რომ დარჩენილი იყო ნოე ჟორდანია საქართველოში და მისი მთავრობა, მათ მოეწერათ ხელშეკრულებისთვის ხელი და აი ეს სუვერენიტეტი რაც თქვენ ითქვით, ჩვეულებრივად შვიდად ამ აჯანყების შემდეგ გადაცემოდა ახალ მთავრობას და ყოფილი მთავრობის ლიდერები ასევე ქვეყნის სივრცეში დარჩენილი იყვნენ, ხომ? და შემდეგ ძალიან დიდი პრეტენზიები ჰქონდა იგივე სტალინთან, იგივე ორჯონიკიძესთან, ლენინს, როდესაც სტალინმა და ორჯონიკიძემ ვერ უზრუნველყვეს აი ამ ყოფილი მთავრობის ქვეყანაში დარჩენა. ასე რომ სუვერენიტეტი ჩემი ღრმა რწმენით გადაარჩინეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ქვეყნიდან წავიდნენ. მაგრამ ის მაინც მოისპო. მოისპო სუვერენიტეტი, მაგრამ ეს თქვენ აი სამართლებრივად არ მომხდარა ის, რომ ერთმა მთავრობამ გადააბარა, აღიარა ახალი მთავრობა. კაპიტულაცია არ გამოცხადებიან ნოე ჟორდანიას და თქვენ დასავლეთით თქვით, ხომ? დასავლეთი, იქ ლორდი კერზონი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დიდი ბრიტანეთის დიდი შემწე იყო საქართველოში, დიდი მხარდამჭერი, მისი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ოლივერ ვორდროპი, ბრწყინვალე ელჩი, რომელიც ასევე მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ იყო მარჯორი ვორდროპის ძმა. დიახ, მაგრამ იყო კიდევ ერთი ლიდერი მაშინ და უკვე შემდგომ მსოფლიოში უინსტონ ჩერჩილი, რომელიც არაფრად აგდებდა საქართველოს, არაფრად აგდებდა ამ პატარა ქვეყანას და ამბობდა, რა უჭირს ახლა და აიპყრობენ ის მაინც რუსული სივრცეა, მისი ნაწილი უნდა იყოს, მას არ აქვს, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რატო ვამბობ მე გაქცევის კონტექსტში, რომ 1933 წლამდე აკაკი ჩხენკელი ითვლებოდა საქართველოს დემოკრატიულ ელჩად საფრანგეთში. და მას ჰქონდა ბიურო იქა, ჰქონდა საელჩო, აღიარებული იყო ლიდერად, ანუ დასავლეთსაც პირველ ეტაპზე არ უღიარებია საბჭოთა კავშირის ეს ოკუპაცია. მაგრამ სანქციები, მოწოდებები რუსეთის მიმართ, რომ შეწყვეტილი იყო ოკუპაცია ან რამე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, არსებობდა მაშინ ამგვარი მოწოდებები, მაგრამ მე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან და ცალკეული პოლიტიკოსების 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო თქვათ რწმუნებათა სიგელი საფრანგეთის პრეზიდენტისგან აკაკი ჩხენკელმა, რომელიც საფრანგეთში ელჩად მაშინ დაინიშნა და მაშინაც გამოხატეს აღშფოთება აი ამ ქვეყნის ლიდერებმა, მაგრამ მე რაზე გამამახვილებ ყურადღებას, თქვენ იურისტი ხართ ესმა, რომ ის ეპოქა მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მოგესალმებით, გისმენთ. მოგესალმებით ახალგაზრდებო. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხზე საუბრობთ და ძალიან კარგია, რომ ყოველივე ამას იხსენებს და იმ დიდებულ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით იმ დიდებულ სტუდენტებს, მაგრამ
აი დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენ ბრძანებთ რომ აი დამოუკიდებლობა დამყარდეთ და ასე შემდეგ ბოლშევიკებმა ესე და ესე მაგრამ აი თურქეთის ფაქტორს რატომ არ ითვალისწინებთ? აი თურქეთი ეხლა რომელიც ჩვენ დაპყრობას უკვე ცდილობს და უამრავი ჩვენი ტერიტორიები თავისივე ეკლესიებით წაიღო და 4 მილიონი ქართველი ადამიანი გაამუსულმანა ერთი ქრისტიანული ეკლესიაც კი არა აშენა და თვითონ მოითხოვს მეჩეთებს და 250 მეჩეთია უკვე ბათუმში და ჩვენ ქართველებს საშუალება არ მოსარო ელემენტარულად თავიანთ ეკლესიაში მუსულმან ყოველთვის და რატომ მოითხოვენ ჩვენგან რომ ყველას იმას ვიყოთ ლიბერალები და ძალიან საშინელ მდგომარეობაში ეხლა საქართველოს მოდი დღევანდელ დღეზე ხშირად ვლაპარაკობთ ამერიკამ დაიპყრო მთელი საქართველოს თურქეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო ამერიკამ მთელი საქართველოს ამერიკის ელჩის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ ვწყვეტ და მეორე ფაქტორი მე რასაკვირველია იმ ფაქტს არ ვანაცვლებ მაგრამ მე როდესაც ვიყავი 80-იან 70-იან წლებში ჩემი თაობის სტუდენტები ვიხსენებ როდესაც ხვდებით ერთმანეთს და ვიყავით უბედნიერესი სტუდენტები რადგან ყველაფერი ქონდა განათლება უფასო მედიცინა უფასო და საქართველოს განათლების მეცნიერების და ეკონომიკის მხრივ იყო ევროპაში პირველი ქვეყანა და ყველაზე მდიდარი ადამიანები ევროპაში სწორედ საქართველოში ცხოვრობდნენ. მადლობა კითხვისთვის გასაგებია ხო აი ბატონო ვაჟა მე მინდოდა მეკითხა თურქეთთან დავასრულებ თუ შეიძლება დიდი ბოდიში ნუ ეხა აქ რაც ითქვა რომ ამერიკას დამპყრობილი ვყავართ და ვიღაცას მე ესეთი აზრებისგან შორს ვარ რომ ისე ჩვენ თავს უნდა მოუაროთ და რაღაცა უშველოთ ეგ ცალკე თემა მე რისი თქმა მინდა აი თქვენი იურისტი ბრძანდებით ესმა და მაშინ სოფლიოში იყო ერთგვარი გარდამავალი ეტაპი საერთაშორისო სამართალში რომ დამყარდებოდა რაღაც ახალი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები რომლებიც პატარა სახელმწიფოს დაიცავდა თუ დარჩებოდა ის ძველი იმპერიალისტური წესრიგი რომლის მიხედვითაც დიდი ქვეყანას სრული უფლება ჰქონდა პატარა დაეპყრო და თავისი სივრცე გაეფართოებინა და აი ამ ეპოქაში მოხდა საქართველოს ოკუპაცია და სამწუხაროდ იმ ოკუპაციის დროს ესეთი წესი იყო თელ სოფლიოში რომ ხარ ძლიერი ხარ დიდი დაიპყრო პატარა სახელმწიფოს ის შენია არანაირი სხვა დამატებითი არანაირი სხვა სამართლებრივი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი მაშინ არ არსებობდა და დღევანდელ დღესაც მგონი ესეთი წესრიგი ყალიბდება სოფლიოში რომ თუ ხარ ძლიერი დაიპყრობ და ის სამართლებრივი მექანიზმებმა ცოტა ხნით იმუშავეს ძალიან და დღევანდელ სოფლიოში ცვეთა დაიწყეს ასე რომ ჩვენ ვერ ვიტყვით იმას რომ რომელიმე თქვათ მაშინდელი მსოფლიოს მართველი ძალა სახელმწიფო ცუდად იქცეოდა ან არასწორად იქცეოდა ცუდად იქცეოდა ჩვენი გადასახედიდან თორე ნორმა იყო მაშინ დიდი ბრიტანეთიც ესე აკეთებდა გერმანიაც ასე აკეთებდა იპყრობდა მანდატს ავრცელებდა და ნუ ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენად იყო აქ გასაგებია ბატონო ვაჟა მე ხალბატონის შეკითხვას მინდა გავაგრძელო რა გავლენა იქონია ამ თურქეთის თავდასხმებმა ამ ესე იგი 18-21 წლებში საქართველოს თავდაცვის უნარიანობაზე რამდენად შეუშალა ხელი ფაქტობრივად საბჭოთა კავშირისგან თავდაცვაში თუნდაც იგივემ რომ როდესაც აქ საბჭოთა კავშირის ოკუპაციას ებრძოდნენ ქართველები იქით მეორე ფრონტი გაიხსნა აჭარაში და იძულებულები იყვნენ რომ თურქეთთანაც რაღაცა წინააღმდეგობა ეძიათ რამდენად და საერთოდ რა იყო თურქეთის პოზიცია ანუ არ აწყობდათ რომ საბჭოთა კავშირის თურქეთს შორის ყოფილიყო რაღაც ბუფერული ზონა უნდათ მაინდა-მაინც საბჭოთა კავშირთან საზღვრის ქონა თუ როგორი მე გეტყვით ამის შესახებ პირველი მსოფლიო ომის მერე თურქეთი აღმოჩნდა უმძიმეს ვითარებაში ნუ დაღუპვის პირას იყო უკვე მოშლილი ეკონომიკა გაჩანაგებული ჯარი ესე იგი მოსახლეობა სოციალურ კატასტროფის წინაშე იყო ეს ყოფილი ფაქტურად ტერიტორიები დაკარგული და ნუ ფაქტურად ხელის კრაღა უნდოდა რომ ეტყვია იმას თურქეთს რომ გადავარდნილიყო ოფსკროში და ამ დროს გაუწოდა ზუსტად ლენინმა დახმარების ხელი ესე იგი 10 მილიონი მაინთი ოქროთი 500 კილო ოქრო გაუგზავნეს 5 მილიონი ვაზნა 50000 შაშხანა და ასე შემდეგ და შეერაგეს ფაქტურად რა ვქია თურქეთი რომელიც როგორც კი წამოდგა ფეხზე იმ წუთშივე შესკე გამოიხედა ბუნებრივია და რა ინტერესი ქონდა ანუ კომუნისტებს რა გადარჩენის ინტერესი ახლა თურქეთსა კომუნისტებს დასავლეთში მოკავშირე აყვა ერთ-ერთი ქვეყანა ვინც მათ მხარე დაუჭირეს იყო თურქეთი მაშინ ამათმა პირიქით თურქეთს დაუჭირეს ხარ ანუ საერთო ინტერესებზე მოქმედებდნენ გაერთიანდნენ საერთო ინტერესებით ეს ინტერესები რა იყო კავკასიის დამორჩილება და გადანაწილება
თურქეთმა მიიღო ის ტერიტორიები, რომელიც შემდგომში იქნა აღიარებული იგივე ყარსის ხელშეკრულებით, ბოლშევიკებმა 21000 კვადრატული კილომეტრი დაარიგეს ქართული ტერიტორიები და თუ ნოე ჟორდანია როცა წავიდა, საქართველოს ტერიტორია იყო 91100 ასე დატოვა. და 70000 ჩამოიყვანეს ბოლშევიკებმა ეს ტერიტორიები და მათი დიდი ნაწილი 14000 მიიღო თურქეთმა. აჰა, 14000. ხო და და 400000 მოსახლით თან. ამაში ობოდორი მარტო ტერიტორიები კი არ დაუკარგეს. მოსახლეობაც იყო ბუნებრივია, ხო? 400000-მდე მოსახლეობას დაუკარგეს ჩვენ. ანუ დაურიგა რას ნიშნავს? ხელშეკრულებით პირდაპირ გადასცა თუ იმათ დაიპყრეს და ამათ ტერიტორიები გადაეცა. შემოვიდა თურქეთი დაიკავა და უბრალოდ ბათუმი აღარ დაუთმეს. მერე ვინაიდან ერთმანეთში იქ ჰქონდათ ხელშეკრულება დადებული და მერე მაზნიაშვილის თხოვეს და ვითომ მოხდა ასეთი ისა ვითომ როგორ ქართველებმა დაებრუნეს ბათუმი მაზნიაშვილის მეთაურობით, რომელიც არ იყო მათი მთავარსარდალი, იყო ნოე ჟორდანიას მთავრობის ერთ-ერთი სარდალი იყო, ხო? მაგრამ ქართველებმა შეძლეს მაშინ ძალების მოგრება და ბათუმიდან გარეკვა თურქების, მაგრამ ამაში ბოლშევიკებმა შეუწყეს ხელი, ეგ უნდა ვაღიაროთ. მაგრამ დანარჩენი ბუნებრივია გადაცეს მათ თურქებს იგივე დღევანდელი ტაუგლარჯეთ და ეს ტერიტორიები, რაც ოდინდელი საქართველოს ესაა საკუთრება და რომლის რა თქმა უნდა შეგვება არ შეიძლება. ახლა შეიძლება ესეთი მომენტი დადგეს, რომ თურქეთი საერთოდ დაიშალოს როგორც სახელმწიფო, არა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს ტერიტორიები ამ ტერიტორიას დავეპატრონოთ მე და ისე ქართულ ემაში შემოვაბრუნოთ. ჯერ რაც ტერიტორია გვაქვს იმას დავეპატრონოთ და იმას მოუაროთ ეგ არის. მე მომავლით მნიშვნელოვანი და მე იცით რისი თქმა მინდა აი ახლა ზარი რო იყო აი ბატონმა ვაჟამ ამომწურავი პასუხი გაცა ამ შეკითხვას რომ თვითონ მოამარაგეს ბოლშევიკებმა ეს თურქეთი თვითონ გააძლიერეს თვითონ აქციეს რაღაც ძალად ხელისუფლებაში მოვიდა სოციალისტური არა ათათურქი მოვიდა უკვე 1923 წელს 23 პრეზიდენტი გახდა პრეზიდენტი და მანამდე იყო ახალგაზრდა თურქები თავრობა რომელებიც მათ მოამარაგეს და თქვენ ინტერესი სოციალისტური მიმართულება არა ნაციონალისტური მათ უნდათ რომ რაღაცა მაინც გადარჩენილიყო იმ დანგრეული ოსმალეთის იმპერიიდან და ამ რაღაცის გადარჩენაში ისინი გულისხმობდნენ ასევე მათი თანამემამულეებით დასახლებულ აზერბაიჯანსაც მაშინ დაიწყო აზერბაიჯანული ერის ფორმირება და თურქებს მიაჩნდათ რომ დიახ ჩვენ უნდა გქონდეთ პირდაპირ კავშირი ბაქოსთან დიახ ბათუმის მას რა ქვია მონაკვეთს ჩვენ უნდა ვაკონტროლებდეთ და სხვათა შორის მანამდე, უფრო მანამდეც კი გაგვწირეს ჩვენ, ასე ვთქვათ, რუსებმა, როდესაც ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება გაფორდა, იქაც ეს ტერიტორიები სახაზავით იყო გახაზული და საქართველოს ნაწილი მთლიანად ჰქონდათ გადაცემული თურქებს და იმაზე აი იმ ტერიტორიებზე პრეტენზიას არ აცხადებდა, ვთქვათ, რუსეთი და არ ამბობდა, რომ ეს საქართველოს ტერიტორია. არც საბჭოთა საქართველოს ტერიტორიად აღიარებდა მას. ამბობდა რომ ეს თურქული ტერიტორია თქვენი იყოს, თქვენ დაიბყარით, თქვენ იყავით იქ და მაზნიაშვილის გარდა მე მინდა კიდევ ასეთ ადამიანებზე იდგა საქართველოს. კიდევ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება მაშინ ნოე ჟორდანია თელი მთავრობით ავიდა გემზე, ტოვებს საქართველოს და უცებ გემზე დაეშვა მაშინ ბოგირი დაეშვა კიბე და ხელში ბავშვით, 1 წლის ბავშვით ხელში და 2 მცირეწლოვანი ბავშვით თავისი მეუღლით გემიდან ჩამოვიდა საქართველოს მთავრობის სახალხო განათლების მინისტრი გრიგოლ ორთქიფანიძე რომელიც ბათუმში დარჩა და გიორგი მაზნიაშვილს დაეხმარა გურიასა და აჭარაში ქართველი სოციალ-დემოკრატიული აქტივის მობილიზებაში, რათა ისინი სხვა ჯარისკაცებთან ერთად ჩართული ყოფილიყვნენ სამხედრო შეიარაღებულ დაპირისპირებაში და აჭარა საქართველოს ტერიტორიებისთვის შეენარჩუნებინათ და ეს ადამიანიც ბუნებრივია ნაკლებად გვახსოვს და მისი სურათიცაც ვერ მონახავთ თქვენ, თუმცა ერთადერთი მგონი გრიგოლ ორთქიფანიძეა, რომლის სურათიც ოკუპაციის მუზეუმშია, დანარჩენი ვერავის სურათს თქვენ იქ ვერ აღმოაჩენთ. კი, აი ზუსტად თურქეთთან და რუსეთმა რომ ეს ტერიტორიები გაუცვალა, ამაზე მე ვიცი რომ მაშინ ყირიმში გაუცვალეს ზუსტად ბრესტ-ლიტოვსკის ზავის დროს, არჩევანი ქონდა რუსეთს რომ ან ყირიმი დაეთმო ან ეს ტერიტორიები და არჩიეს რომ ეს ტერიტორიები დაეთმოთ, იმიტომ რომ საქართველოს ფაქტობრივად უკვე აღარც ემორჩილებოდათ.
ეგრეთ შეიძლება ითქვას, მაგრამ მაშინ ძალიან ბევრი რამე თქვეს და ძალიან კაპიტულანტური პოზიცია ჰქონდა მაშინდელ რუსეთს, მთლიანად უარი თქვეს აღმოსავლეთ ევროპის კონტროლებაზე და იქ შეიქმნა ცენტრალური ევროპული სივრცე პოლონეთით, უკრაინის ნაწილით, ბელარუსით, სხვა ქვეყნებით და მათ თქვეს ასევე უარი სამხრეთში ბუფერის არსებობაზე და მათ შორის აი ამ საქართველოს ტერიტორიებზე. მე მაინც მარო მაყაშვილის თემას მინდა დაუბრუნდე. ანუ ის სტუდენტი იყო, რა სწავლობდა, აი თუ არის ცნობილი? მაშინ უნივერსიტეტში იყო ერთადერთი ფაკულტეტი, ეს იყო სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, ახლად გახსნილი ფაკულტეტი იყო, მეორე წელს ჩაირიცხა მარო მაყაშვილი უნივერსიტეტში და მას დაწყებული ჰქონდა სწავლა იმაზე, რა ქვია, აი ამ ფაკულტეტზე, სწავლობდა ფილოსოფიას და თუ მის დღიურებს გადახედავთ, მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ენების შესწავლისა. უნდოდა რომ მას ბევრი ენა სცოდნოდა და იმავე დღიურებში ჩანს რომ იგი ფიქრობდა საქართველოსთან სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლაზე, მე ამ ქვეყანაში დაბრუნებაზე, ბატონმა ვაჟამ ახსენა ასევე შალვა მაყაშვილი, მისი მამა, ძმები, სხვები ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ. წერლები, მხატვრები, პოეტები ძალიან ასე ვთქვათ, ესეთი ინტელიგენტური საზოგადოების წარმომადგენელი იყო იგი და იქიდან წერილებს იწერებოდა, რომ აბა თხილი გამომიგზავნეთ. ამ ომში ტკბილეული გამომიგზავნეთ, უგზავნიდან კიდეც და მის წერილებს თუ წაიკითხავთ, უკიდურესად იმედიანად არის განწყობილი იგი. მას ჰქონდა იმედი, რომ ერთ-ორ დღეში დაბრუნდებოდა უკან და ეს რაღაც აჯანყება ტავკოჯარ ტაბახმელასთან იქნებოდა, ასე ვთქვათ, უგულებელ ყოფილი და მოგერიებული. აი ბატონო ვაჟას, ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი და უბრალოდ მინდა ბოლოს გითხოთ, აი მანერჰეიმის ხაზზე, ამ დაზვერვაზე, წინასწარ თუ იცოდა თქო ნოე ჟორდანიას მთავრობამ, რომ ომი უნდა დაწყებულიყო, რამე გამაგრებით როგორმე იმზადებოდნენ საერთოდ ამ ყველაფრისთვის? როგორც კი დამოუკიდებლები გახდნენ, დაიწყო ჯარისა და გვარდიის ფორმირება. ახლა გვარდია სამწუხაროდ უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა, მაგ იტყოდნენ ხოლმე ასეთი გვარდია თეთრფურს ჭამდაო და ჯარი შავფურს. ანუ ცოტა ზედმეტად ეფერებოდა ეს პარტიული ის იყო, თქვათ, გავლენა ჯარზე, როგორც ახლა ნაციონალებს თავისი ხალხი ყავდათ თავდაცვის და რაღაც ამდაგვარი ის იყო მაშინაც სამწუხაროდ. მაგრამ იმიტომ იყო რომ სომხეთთან ბრძოლის დროს აღლუმზე გაიყვანეს ჯარი პირდაპირ ბრძოლის ველიდან და სომხეთთან მაგრამ იმის თქმა რომ არ ემზადებოდნენ და ახლა 60,000-იანი ჯარი ყავდა. დღეს საქართველოს ყავს 20,000-იანი ჯარი და ამასაც ძლივს ვინახავ და მაშინ 60,000 ჯარი იყო. ხუთი მხრიდან შემოსულ მტერს ებრძოდნენ. ამდენი აჯანყებები, ამდენი ომი სომხეთთან, ომი აზერბაიჯანთან, რუსეთთან, აჯანყებები ცხინვალში, აფხაზეთში. ეს ასეთი მარტივი არ იყო. იმ პირობებში, როცა არაფერი არ ქონდა. წარმოიდგინეთ, ქვეყანა გამოცხადა დამოუკიდებელი და არც ფინანსები ქონდა, არც სახსრები, არც გამოცდი, არაფერი არ იყო. თავდაცნაურობამ თავისი თანხა შეიტანა ბიუჯეტში, მაგრამ ის იყო ძალიან რო იტყვია მცირე, რა თქმა უნდა, ის არ ყოფნიდა. ესე იგი ყველაფერი ხელახლა ყალიბდებოდა, არაფერი გამოცდილება არ იყო. ამიტომ ბუნებრივია ბევრი შეცდომები იყო, მაგრამ ეს უნებური შეცდომები იყო და არა შეგნებული, რომ ვიღაცამ ღალატიზი ჩაიდინა ეს ყველაფერი. მაგრამ ერთი რამ შეიძლება რომ საერთაშორისო ვითარება წარიმართა ძალიან ცუდად ჩვენთვის. იმის გამო რომ თქვა ერთა ლიგაში არ მიგვიღეს, მათ შორის სხვადასხვა ამერიკამ უარი თქვა საქართველოს ცნობაზე და როცა ამერიკამ ცნო საბჭოთა კავშირი ზუსტად მაშინ დაიხურა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის ლეგაცია დასავლეთში, ანუ პარიზში. ანუ მაშინ სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ბოდიშს მოგიხდით. თავარია ერთი რამ, რომ მთავრობამ გააკეთა, აი რაც თქვა ლევანმა, რომ იურიდიული საფუძვლები დაგვიტოვა გვებრძოლა დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს იურიდიულად მაინც დამოუკიდებელი იყო 91 წლამდე, სანამ არ აღადგინა გამსახურდია. იურიდიულად მაინც დამოუკიდებელი, იმიტომ რომ კაპიტულაცია არ ყოფილა. მთავრობას არ მოუწერია ხელი და არ უღიარებია ეს რეჟიმი, ისინი ძალით შემოვიდნენ. ამიტომ ეს დიდი ის იყო. ანუ ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი ჰქონდა. ეს სამწუხაროდ ამ მართალია საბჭოთა კავშირი კი აღიარეს დასავლეთთან, მაგრამ დასავლეთი ახლა ხან საბჭოთა კავშირის აღიარება და ხან საქართველოს როგორ ჭირდებათ ესე აკეთებენ მაშინაც და ახლაც. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრად მობრძანებისთვის. იმედი გვაქვს, როგორც მაშინ იყო, იმ დროინდელი ახალგაზრდები ყველაფერს ცდილობდნენ საქართველოს შენარჩუნებისთვის, დღევანდელი ახალგაზრდობაშიც არ შენერლებულა ეს სულისკვეთება და დღევანდელი ახალგაზრდა თქვენი სახით, რა თქმა უნდა, და შევეცდებით ყოველ შემთხვევაში.
გვაქვს სურვილი რომ ფეხზე წამოვდგეთ და მართლა ძლიერად ვიდგეთ და იმ ხვის დამოკიდებულების ქვეშ არ ვიყოთ რა იქნებ ისე მოხდეს ოდესღაც საქართველოში რომ არც რუსეთი არც ამერიკა ვიდგეთ ძლიერად ფეხზე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და შეხვედრამდე დაბრუნდებით ზუსტად 2 კვირაში მაყურებელს.